ყველაფერი დაიწყო ძალიან ჩვეულებრივად. არა, ასე არა. აი ასე. მოკლედ ერთმა ნიჭიერმა მხატვარმა, უпростоრეთ რეჟისორმა, ან სულაც კომპოზიტორმა, ერთი სიტყვით შემოქმედმა ადამიანმა ერთ მშვენიერ დღეს აღიარება მოიპოვა. დიახ, მოიპოვა. ეკუთვნოდა და იმიტომ. მისი შემოქმედება შეაფასეს და ჯეროვნადაც დააფასეს. კმაყოფილი შემოქმედი კი ახალი ენთუზიაზმით შეუდგა მოღვაწეობას. ისე უბრალოდ რომ იცოდეთ, ჩვენი გმირი ტიპიური შემოქმედებითი ნატურა გახდათ. მილიონიანი სამეგობრო წრით და არანორმირებული დღით. ეს ისე სხვათა შორის. ახალგაზრდა შემოქმედი ძალიან ბევრს მუშაობდა. დროდადრო კი მისი შემოქმედი კოლეგები განტვირთვალ ოპერაციებსაც გეგმავდნენ. რაც რა თქმა უნდა შემოქმედებითი ალის უკეთესად აგიზგიზებას და ახალი იდეების წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ხო მართლა, კინაღამ დაგვავიწყდა. ჩვენი გმირის დღის რეჟიმში არა მარტო მუშაობა, არამედ ცოლ-შვილზე ზრუნვაც შედიოდა. მერე რა რომ მათთვის საკმაოდ ცოტა და რაც მთავარია, არაფხიზელი დრო რჩებოდა. სამაგიეროდ ნიჭიერი შემოქმედის ცოლი გაგებით ეკიდებოდა მეუღლის შემოქმედებითი ცხოვრების ნიუანსებს და მდგომარეობაშიც შედიოდა, მაგრამ სამწუხაროდ ერთჩვენიერ დღეს ვეღარ შევიდა. რა დასანანია რომ არაჩვეულებრივი შემოქმედის მეუღლე ასეთი ჩვეულებრივი ქალი აღმოჩნდა, რომელიც ვერაფრით ვერ მიხვდა რომ შემოქმედებით იდეებს დროდადრო და აუცილებლად ალკოჰოლის გრადუსით შეთქობა ესაჭიროება. რასიზამ, ჭეშმარიტი შემოქმედი ხომ მარტო სულობისთვის არის განწირული. პირადი ცხოვრებისგან დათბუნული ჩვენი გმირი თავით გადაეშვა სამუშაოში, სადაც მას შეუდარებელ და შეუსველ პარტნიორობას უწევდა ჭიქა არადი. დიახ, ეს ისეთი უნიკალური პარტნიორი გახდათ, რომელიც უნიკალურ შედევრებს აცხობინებდა ჩვენს გმირს. ეს ისე სხვათა შორის. ასევე სხვათა შორის ბოლო დროს საზოგადოებაში იმედის მომცემის შემოქმედის უიმედო ყოფით პრობლემებზე ჭორაობაც დაიწყეს. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. მიუყვეთ მოვლენებს. შემოქმედებაში რომ არ შეშლოდა ხელი, ჩვენი გმირი მეტი გულმოდგინებით შეუდგა ყოფითი პრობლემების დავიწყებას. ირეალობაში გასაქცევის საშუალებების რეალურმა ფორმებმა ნელ-ნელა სამსახურშიც იმატა და ერთ მშვენიერ დღეს შეზარხოშებულმა, მაგრამ სამაგიეროდ ფანტაზია გახსნილმა შემოქმედმა შემოქმედებითი დავის დროს საკუთარ უფროს შეურაცხყოფა მიაყენა. ხო, აი ეს კი არ იყო მაინც და მაინც კარგი, მაგრამ რასიზამ, ვერ ეგუებიან. ჭეშმარიტი შემოქმედი ხომ მარტო სულობისთვის არის განწირული. სამაგიეროდ მეგობრები ეგუებოდნენ და მისი ნიჭისა და კაცური მეობის საქებლად ღვინოს არ იშურებდნენ. ხო, ერთ-ერთი ასეთი თბილი მეგობრული შეკრებიდან დაბრუნებული გზად შემთხვევით საკუთარმა შვილმა იხილა. როგორც მიხვდით, ეს არც თუ ისე სასიამოვნო შეხვედრა იყო, განსაკუთრებით შვილისთვის. და აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო. ხანგრძლივი თუ ხანმოკლე ფიქრის შემდეგ ჩვენს გმირს ეჭვი შეეპარა, რომ იგი მეუღლის მიერ მიკერებული ლოთის იარლიხს სინამდვილეში აბსოლუტურად ამართლებდა და რომ მთელი მისი უსიამოვნებები, ასე ვთქვათ, სოციუმში უდაოდ ალკოჰოლს უკავშირდებოდა. ამ საინტერესო დასკვნის შემდეგ ჩვენმა გმირმა გადაწყვიტა გადამწყვეტი ზომები მიიღო, თუმცა თავის და გასაოცრად მალე აღმოაჩინა, რომ ცხოვრება ამ სითხის გარეშე უინტერესო გახდა. მეგობრებიც რაღაც ვერ მიხვდნენ, რატომ არიდებდა იგი თავს ტრადიციულ გულთბილ თავყრილობებს. და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენი ნიჭიერი შემოქმედის ფხიზელ გონებაში ვერ დაიბადა ვერც ერთი საინტერესო შემოქმედებითი იდეა. ასე რომ იძაბება სიტუაცია და ჩვენი ნიჭიერი შემოქმედი მოწადინებული მცდელობების მიუხედავად საკმაოდ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. სამწუხაროდ. ქართველი კაცის დროს ტარება არასოდეს ყოფილა ერთ მნიშვნელოვანი და ზედაპირული. მოთამაშეები ახლად მოსულ მოთამაშეს გარკვეული დროით უარს ეუბნებიან ახალი ბოქსის გახსნაზე, იმ მიზეზით, რომ ეგრეთ წოდებული პალასა არ გაფუჭდეს. ზოგს თამაშში ეხმარება ხელფეხის გადაჯვარედინება, ათასგვარი თილისმები და ჯდომის ან დგომის მანერაც კი. სამორინეს ხშირი და გაშინაურებული სტუმრები ასევე დაცდილი ნიშნების საფუძველზე არ ეთამაშებიან იმ დილერებს, რომელთაც მათი თქმით ცუდი ხელი აქვთ.
და ან ადგილს იცვლიან, ან მორჩილად ელოდებიან დილერების შეცვლას. ეს ყველაფერი მეორე სერიის მოკლე შინაარსი გახლდათ. პირველი სერია კი სამორინეში შესვლამდე მიმდინარეობს, მაშინ, როდესაც მოთამაშეები ასკვნიან, მოუტანს თუ არა მათ ეს დღე წარმატებას. და ამისათვის 1000 გვარ ნიშნებს აქცევენ ყურადღებას. ამგვარი ნიშანი შესაძლოა სულად ჩვეულებრივი ჩიტის ჩვეულებრივი სკლინტი იყოს, რაც უდავოდ იღბლის და ფულის მომტანად ითვლება. სხვათა შორის ეს ნიშანი საუკუნის დასაწყისში მომხდარი ერთი ისტორიის შემდეგ იქცა პოპულარულად. ინგლისელმა ექსცენტრულმა ადამიანმა სახელად ბლანშარმა ზედიზედ ორჯერ საკმაოდ სოლიდური თანხა მოიგო და სწორედ იმ დღეებში, როდესაც მტრედებმა უზარმაზარი ცილინდრი დაუსვარეს. ეს მოხდა მხოლოდ ორჯერ, რის შემდეგაც ჩიტებმა კატეგორიული უარი გამოაცხადეს ბლანშარის ცილინდრის დასაჩუქრებაზე. ბლანშარმა კი საკუთარი იღბლიანობის რწმენა დაკარგა და კაზინოს ახლოსაც აღარ გაჰკარებია. ცხოვრება თამაშია. ჩვენ მოთამაშეები, რომლებიც იმ სათამაშოებით ითამაშებენ, რასაც ჩვენი მაღაზიის თაროებზე დადებენ. საყოფა ცხოვრებო დასკვნებიდან. ხოდა ასე იყო. იბრძოდნენ და იბრძოდნენ ქართველები. იცავდნენ და იცავდნენ სამშობლოს, მაგრამ ვაი რომ ცოტანი იყვნენ და უთანასწორო შერკინება უწევდათ. მიდი და შეებრძოლე 300,000 მუსულმანს, როცა შენი ლაშქარი 10-ჯერ ნაკლებია. არა, გული და მკლავი იცოცხლე კი ერჩოდათ გურჯებს, მაგრამ ღვინო ჰქონდათ, კაცო, ღვინო მამა პაპური. სულ ჩიასაც დევკაცის გული უხდებოდა ბრძოლაში. და რომ დაესეოდნენ ეს ბახუსისგან გაგულებული ქართველები მტერს, თითო კაცი 10 ურჯულოს ავლებდა მუსრს. ის უბედურები კიდევ თრიაქით იყვნენ გაბრუებულები და აბა რას იღონებდნენ ასეთი აღტკინებული გურჯების წინააღმდეგ. ის კი არა, იმასაც ამბობენ გაბრას და შახაბაზი და ქართული ვაზი ერთიანად ამოძირკვავ. აბა კაცი რომ დაითვრებაო, ორი კაცი სტოლა გაიზრდებაო. ხალხური ფოლკლორიდან. ქალაქის მაცხოვრებლები, სადაც მაშინ რაღაცა უფრო მოდაშიც იყო ეს, აი ღამის თერევა. ხო და დილამდე ქეიფობდით, მაგრამ ვერ გეტყვით როგორ აკიხსნათ, ეხლა არ ვიცი. ნუ ეხლა 2 საათში შეიძლება ისე დათვრენ, რომ სულ დაკარგონ ჭკუა გონება. მაგრამ მაშინ ჩვენ დილამდე ვსვამდით, ქეიფობდით და კიდევ ჭკუა ქონდა და კიდევ გონება ქონდა, ისე მივდიოდით სახლებში. იყო რაღაც ის ვაშკაცური სული იყო, აი ის რაინდული სული ქონდა თითქოს, აი ეს გვინდოდა ყოველ შემთხვევაში რომ ქონოდა. იმისათვის რომ ადამიანს შენი დამოკიდებულება, სიყვარული აგრძნობინო, არ არის ამისათვის საჭირო ჭიქით ხელში 5 საათიანი სადღეგრძელოების სმა. ჩვენ რა თქმა უნდა დავინტერესდით, თუ ძირითადად რა მიზეზით მიირთმევენ ჩვენი თანამემამულენი ალკოჰოლურ საზმელს. რა უამრავი მიზეზია. მიზეზები დაბადების დღე. ნუ დაბადების დღე რო არ იყოს მაგალითად კახელი კაცი ვარ და მე ქართველი ვარ კიდე და ქეიფი რაღაც ვაშკაცობის უფრო რაღაც დამაჯერებელი სიტუაცია. ასე გლოთობასთან არაფერი კავშირია ყოველ შემთხვევაში ამას. როცა საქმე არა გვაქვს, სხვა რა ვერაფერს რო ვერ ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, თუ ფინანსური სიტუაცია გვიწყობს ხელს და ხალისიც გვაქვს და ხასიათზეც ვართ მაგისი, დავლევთ ხოლმე რა. უბრალოდ რაღაც ის არის. საშუალება რაღაც დავიწყების. გარემოს გამო ალბათ. საზღვარგარეთ რო იყო, ამდენს არ დავლებ. გაუმარჯოს პავლესაი, დაისხავს და დალევსა. საქართველოში რომ სტატისტიკა არსებობდეს, არ იარსებებდა ხალხის ქუჩაში გამოკითხვის აუცილებლობა. ფიქრი მტკვრის პირას.
ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი შეგიძლიათ ნებისმიერი რაოდენობით მიირთვათ თუ სმის პარალელურად კარგსა და ხიზილალას მიეძალებით. ამ შემთხვევაში თურმე ალკოჰოლი სისხლში ნაკლებად ხვდება. გირჩევთ ეს აპრობირებული მეთოდი ფართოდ დანერგოთ თქვენს პრაქტიკაში, რადგან იგი არა მხოლოდ ტრადიციული, არამედ განსხვავებული სასმისების დალევის დროსაც ამართლებს. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ განსხვავებულებს, საინტერესოა, რომ მათი ფორმა და ზომა ჩვენს ქართულ სინამდვილეში იცვლება როგორც სამრეწველო ტექნოლოგიების, ასევე ორიგინალურ რომანტიკული წამოწყებების და სხვათა შორის ემანსიპაციის აღმასვლის შესაბამისადაც. ახლა კი ასევე მორიდებული რჩევა მათ, ვინც დღემდე აგრძელებს არც თუ ისე სასიამოვნო თემებზე ბას ლუდის კათხით ხელში. ლუდით ეგრეთ წოდებული პირიქით სადღეგრძელოების შესმას ძველი ტრადიცია აქვს. ეს ტრადიცია უკავშირდება იმ დროს, როდესაც ლუდს თითქმის არ ჰქონდა გრადუსი, ანუ ლუდით დღეგრძელობა წყლით დღეგრძელობას უტოლდებოდა. დღეს ეს სასიამოვნო ალკოჰოლური სასმელი უგრადუსობას სავსებით არ უჩივის, ასე რომ შეგიძლიათ იგი სასიამოვნო თემებზე საუბრის დროსაც გამოიყენოთ. იმ კაც გაუმარჯოს. ვინც ოლის საყვარელს უთხრა, ძალა ერთობაშიაო. იმ კაც გაუმარჯოს, დედის საფლავზე რო განააბიჯებს და სიდერის საფლავზე ყვავილებს დაკრებს. იმ კაც გაუმარჯოს, რომელიც კაცის დედის პენსიით სიდერს არჩევს. იმ კაც გაუმარჯოს, რომელიც კაცის დედის პენსიით სიდერს არჩევს.